როცა არის პლუტონი აქტიური, ეს არის ჩუმი, ფარული გავლენები. ეს არის უფრო ემოციებიც, ძაფრი შეგრძნებები. თუ არის ობსესია, მაგალითად, აი პლუტონმა იცის უფრო ასტროფსიქოლოგიურად აკვიატებები, შიშები, აი მწიფნელის შიში, რაღაცა ცუდის შიში, ცუდი წინადგრძნობები, თითქოს საზღვრის დაკარგვა, აი ენერგეტიკასთან. ყველა ადამიანის ენერგიას გრძნობ რომ ამბობენ ხოლმე, ეს პლუტონური ენერგიები არის. პლუტონი ეს არის რომ მე ყველას ენერგიაში ვარ და ზოგჯერ ეს აკვიატებაც არის, აი მაგალითად რომ აი ის ყველა მემტრობს და უსაფრთხოების რღვევა, აი საბაზისო უსაფრთხოება ყოველთვის ჩვენთან მერვე სახლი პლუტონი მორიელი აი ეს ტრიადა არის ჩვენთან, ხო ეს ერთი ენერგია. სხვაში ძლიერი ძალაც არის. პლუტონის შემთხვევაში უწევთ შეცვლა. აი პლუტონი იმდენად რთული პლანეტაა ჩვენთან, რომ და კვადრატურობის შემთხვევაშიც იძულებული ადამიანი რომ სიმართლე გაარკვიოს. ხშირად აი შიშები, აკვიატებები, უნდობლობა პირდაპირ არის პლუტონთან შემოსული. შეიძლება კარგი ასპექტებიც გქონდეს პლუტონის, მაგრამ ცუდიც, თუმცა მძიმე არის. გადასატანად შენ ხდები რაზე მაქვს ლაპარაკი და აი ფსიქოლოგია ამას ყველაზე ხშირად კლასიკურ შემთხვევებში ძიმე და დატვირთული ეს პლუტონიანური ასპექტები აი ყველაზე ხშირად ვლინდება დიაგნოსტირებულ ფსიქოპათოლოგიაში. ობსესიები, კომპულსიები, ასევე აგრესია რომ მოსდევს თან, ეს შეიძლება ფობიები და ძლიერი შიშები, ძალიან ძლიერი შიშები, ინტენსიური შიშები, ტრანსფორმაციის ინტენსიური შიშები, არ აქვს მნიშვნელობა, ხეს სხვა შიშები შეიძლება იყოს, მაგრამ ზოგან სიკვდილის შიშია, ზოგან რაღაცა იპოქონდრიული შიშია, რომ რაღაცა დაავადება, ვთქვათ, იქ ხშირია, რომ აი ამის სიმსივნე ხო არ მჭირს. ერთი სიტყვით, პლუტონიანური პროცესი ველშიც და პლუტონიანური დინამიკა ყოველთვის გადის კონტროლზე. პლუტონის ტრავმა, ალბათ ვიტყოდი, რომ ეს არის ადრეულ გამოცდილებაში სიტუაციები, სადაც ადამიანმა დაკარგა განცდა, რომ კონტროლი აქვს სიტუაციაზე და აი სიკვდილსიცოცხლის და გადარჩენის მომენტები, სადაც იგრძნო უსუსურობა, სადაც ძლიერი მატრაუმირებელი მოვლენები, რომელიც მომავალში აყალიბებს პიროვნებას, რომელიც ხშირად შეპყრობილია კონტროლით, ის ყველაფერს ცდილობს, რომ ყველა გარემოება ცხოვრებაში აკონტროლოს, გავლენა კონდეს გარემოზე, გავლენა კონდეს ან თავის ემოციებზე. რასაკვირველია, მათ შორის ემოციები. რაღაცას უნდა ვაკონტროლებდე, სიტუაციას უნდა ვაკონტროლებდე.